მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, თქვენი ცხოვრებისეული მისია. ოღონდ მოდი ესე ვთქვათ, ამ ეტაპზე. ზოგადად სულის მისია ძალიან დიდი და გრანდიოზული საკითხია. არ მინდა ჯერ ამ თემაზე გავაკეთო გაშლა. აი ეხლა იქ და ახლა ვნახოთ თქვენი ცხოვრებისეული მისია. ანუ პატარ-პატარა ნაბიჯები, რითიც უნდა მივაღწიოთ იმ საბოლოო მიზანს. რისთვისაც მოვედით ამ სამყაროში. და რისთვისაც მოვიდა ჩვენი სული. აქვე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ მიმდინარეობს აქცია 21, 22 და 23 ივნის მხოლოდ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ გაშლებთან მიმართებაში. ვისაც გნებავთ, უნდა მომწეროთ აუცილებლად პირად შეტყობინებაში და ჩაეწეროთ. ჩაწერა ხდება აუცილებლად და უპირობოდ თანხის წინასწარ ჩარიცხვით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი წერს მე რაღაცა სხვა პრიორიტეტებს წამოაყენებს ხოლმე უცებ და ის დრო, რომელიც მე თქვენთვის მქონდა განსაზღვრული, ფაქტობრივად სხვა ადამიანს ერთმევა. ამიტომ, რომ დავიცვათ სამართლიანობის პრინციპი, ვინც ჩარიცხავს თანხას, მხოლოდ იმ ადამიანებს წერ რიგში. 21 რიცხვი ფაქტობრივად შეივსო, 22-იც ნაწილობრივ, 23 რიცხვში ჯერჯერობით ადგილები თავისუფალი. ამიტომ ვისაც გნებავთ, მომწერეთ. ოკეი, დავიწყოთ ახლა რა არის თქვენი მისია ამ ეტაპზე. ვარიანტების რაოდენობა გავაკეთოთ 2. პირველი ვარიანტის მისია ამ ეტაპზე და მეორე ვარიანტის მისია ამ ეტაპზე. კი, ორი ვარიანტი უნდა გავაკეთოთ. და დასტით ვკითხოთ, როგორ უნდა მიაღწიოთ ამ თქვენ მისიას. რა უნდა გააკეთოთ? რა ნაბიჯები უნდა გადადგათ კონკრეტულად? როგორ უნდა მიაღწიოთ ამ თქვენს მისიას ცხოვრების მოცემულ ეტაპზე. ნახოთ აბა. როგორ უნდა მიაღწიოს პირველმა ვარიანტმა ამ ეტაპზე ცხოვრებისეულ მისიას და როგორ უნდა მიაღწიოს მეორე ვარიანტმა ამ ეტაპზე ცხოვრებისეულ მისიას. მეგობრებო, ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ ორივე დასტა საუბრობს თქვენს ემოციურ იზოლაციაზე, ემოციურ განდეგილობაზე და იმაზე, რომ რაღაცნაირად თითქოს ასოციალურად არ ხართ, შეიძლება სოციუმში ხართ და გიწევთ, ანუ იმის გამო, რომ რაღაც ცხოვრებისეული საჭიროებები ითხოვს ამ ყველაფერს, მაგრამ ორივე ვარიანტთან მიმართებაში ეხლა ვინც მოусმენს ამ გაშლას, დღის წესრიგში დგას რაღაცა ემოციური დეფიციტი, რაღაცა გაკლიათ. ან აღიარება, ან მიმღებლობა, ან თვით რეალიზაცია, თვით გამოხატვა, აი რაღაცა ესეთი. ოკეი, მოდი დააკვირდით პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ესე, უფრო კარგად რო ჩანდეს პირველი და მეორე და მე ავირჩევ ახლა თქვენთვის იდენტიფიკატორებს. პირველი ვარიანტის გასაღები არის ესეთი. ნახეთ? მეორე ვარიანტის გასაღები. მეორე ვარიანტის გასაღები არის აი ესეთი. დააკვირდით პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ან აირჩიეთ ვარიანტებით, ან აირჩიეთ გასაღებებით, ან თქვენ ინტუიციას ენდეთ, მოკლედ რაღაცნაირად უნდა აირჩიოთ. და გამოკვეთოთ ის მოცემულობა, რაც თქვენთვის ამ ეტაპზე არის პრიორიტეტი. კარგი, ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, აირჩიოთ, მერე განაგრძოთ, ვინც აირჩიეთ, დავიწყოთ და მოდი ზარიც დავიწყოთ. ოკეი, დავიწყოთ პირველი ვარიანტი. თქვენი ცხოვრებისეული მისია ამ ეტაპზე.
ხო, ძალიან საინტერესოა. მე ზოგადად თუ დააკვირდებით, ვინც ჩემთან ერთად ხართ, ამოტრიალებულ არკანებს არ ვკითხულობ, ყოველთვის ვკითხულობ არკანებს სწორი პოზიციიდან, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როცა ეხლა ამ არკანმა ამოტრიალებული პოზიცია აჩვენა და ვფიქრობ, ეს ის არის, რაც უნდა გავაჟღერო. პირველი ვარიანტისთვის ცხოვრებისეული მისია ამ ეტაპზე ეს არის ფინანსური კეთილდღეობის და ოჯახური სტაბილურობის შექმნა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ გიწევთ აი რაღაც ჩარჩოებში, რაღაც მატერიალურ ხელშესახებ მდგომარეობაში მოიყვანოთ თქვენი ოჯახური სტრუქტურა. ეს ოჯახური სტრუქტურა ზოგიერთისთვის, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობისთვის შეიძლება უკავშირდებოდეს რაღაცა მეორე ნახევართან ბედის დაკავშირებას, მაგრამ ამას ძალიან აი რაღაც 1-2 ადამიანისთვის იქნება ეს თემა აქტუალური, უფრო მეტად ეს არის თქვენთვის აი რაღაცა სტაბილური ფუნდამენტის შექმნა საოჯახო სტრუქტურაში. ეს ხართ თქვენ, რომელმაც ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროთ და ამ ნაკისრი პასუხისმგებლობების ფარგლებში რაღაც თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისათვის, რომ შექმნათ მყარი ფუნდამენტი. თქვენ ეხლა, რადგან ეს 10-იანების პენტაკლები ამობრუნებული პოზიციით მოვიდა, ხო? თქვენ ეხლა ამ ფუნდამენტს ვერ გრძნობთ. მე არ ვამბობ, რომ რაღაცა უსახლკარო ადამიანები ხართ ან რამე ესეთი, არა, მსგავს არ ვიძახი, მაგრამ ის რა მოცემულობაში ახლა თქვენ ხართ, ხო, ეს არ არის ის მდგომარეობა, რაშიც უნდა იყოთ. და მისია ცხოვრებისეული ამ ეტაპზე გეუბნებათ ზუსტად იმას, რომ უნდა ჩამოაყალიბოთ, უნდა გაამყაროთ, ან დააქვიტკიროთ ის რეზულტატი, რომელიც იქნება უყევი. და ეს რეზულტატი პირდაპირ მნიშვნელობით უკავშირდება მატერიალურ კეთილდღეობას, სტაბილურობას და რაღაცა სტრუქტურული ჩამოყალიბებული ოჯახის კონცეფციას. აი, არ ვიცი ხა ვისთან როგორ გადათამაშდება ეს. ეხლა რა უნდა გააკეთოთ ამისათვის, ხო, ეს რომ მიაღწიოთ ამ ყველაფერს. არკანი მაგი საოცარია. არკანი 6-იანი ხმლები და არკანი შეყვარებულები. ძალიან საოცარი რეზულტატი მოგცათ ეხლა აქ სამყარომ, მეგობრებო. არკანი მაგი აქ არის creatrix, ანუ ესეთი ანუ მე მაგს არკანს ყოველთვის ვეძახ ხოლმე ალქიმიკოს, ესე მიყვარს ეს სიტყვა ძალიან. იმიტომ რომ მაგი არის ზუსტად ესეთი შემოქმედი ადამიანი, ალქიმიკოსი. რაღაცებს შეურევს, გამოურევს, რაღაცას გააკეთებს. აი აქ ინგლისურ თარგმანში ამ არკანს, მაგის არკანს ქვია შემოქმედი. ანუ შემოქმედი. თქვენ უნდა შექმნათ, თქვენ არ ხართ პირველი ვარიანტი იმ მოცემულობაში, რომ ვიღაცამ აი ესე გამზადებულად, მზამზარებულად რაღაცა მოგცეთ და მე გითხრათ, რომ აი ხა გაუყევი რა ესე გზას, აი რა ვიცი, აი გადმოგეცა რაღაცნაირად იმით, მემკვიდრეობით და თქვენი ერთადერთი დანიშნულება შეიძლება ყოფილიყო დაუშვათ ის, რომ მემკვიდრეობა არ დაგეკარგათ, ან არ გაგეფლა. ამ შემთხვევაში აქ საერთოდ არ არის ეს მდგომარეობა. პირიქით, აქ თქვენ გაქვთ ვალდებულება, რომ დატოვოთ და შექმნათ ისეთი მემკვიდრეობა, ჯერ შექმნათ და მერე დატოვოთ ისეთი მემკვიდრეობა, რასაც აი ესე მერე თაობები ერთმანეთთან გადაავრცელებენ და გააგრძელებენ. ეს თქვენი მისიაა ამ თქვენს საოჯახო სტრუქტურაში პირველი ვარიანტი და ამიტომ არის აქ არკანის შემოქმედი. ანუ ეს თქვენ გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა. ეხლა რაც შეეხება ნახეთ, როგორ უნდა გააკეთოთ და უნდა იყოთ შემოქმედებითი, უნდა იყოთ კრეატიული, უნდა იყოთ ძალიან მიზანსწრაფული, უნდა იყოთ ძალიან რაციონალური, უნდა იყოთ ძალიან მდგრადი, ემოციური პოზიციით წარმოდგენილი ადამიანები. იმიტომ რომ ნახეთ ახლა აქ რა ხდება. 6-იანი ხმლები არის მდგომარეობა, როდესაც აი თავი ცალკეა, აი ნახეთ როგორი აბსტრაქტული არკანია თითქოს, ხო? აი თავი ცალკე და ტანი ცალკეა. ანუ თქვენი სხეული, თქვენ ტვინთან არ არის კომბინაციაში.
რატო მეუბნება ამას? იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრს ფიქრობთ, მაგრამ იმპლემენტაციას იმისას, რასაც ფიქრობთ, აი იქნება 0.1% ალბათ. აი ძალიან მცირე რაოდენობა იმისა, რაც თქვენ ტვინში იხარშება და კეთდება. და აქ რა არის ნახეთ ახლა არკანის შეყვარებულები, ორი მაღალი არკანი მოვიდა აქ და არკანის შეყვარებულები რას ნიშნავს? უყურეთ, თქვენ სავარაუდოდ თქვენ სივრცეში გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც არ უსმენთ. ადამიანი, რომელსაც არ უსმენთ, ამ დროს ადამიანი, რომელიც იდეურად არის თქვენი მეორე ნახევარი. შეიძლება ასე ითქვას. ადამიანი, რომელიც აუცილებლად გიტოვებთ არჩევანის თავისუფლებას, შეუზღუდავს, თუმცა თქვენ ამ ადამიანს არ უსმენთ. ამ დროს ამ ადამიანს აქვს უდიდესი ცოდნა. აი აქ ამ არკანში მთვარია და კიდევ ძალიან ბევრი პატარა ფიგურაა ჩახატული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს, ვიზეც მე ხარ გეუბნებით, თქვენ ინტუიციურად ხვდებით, რომ ეს ის ადამიანია, ვისაც უნდა უსმინოთ, მაგრამ რაღაცნაირად არ უსმენთ. თითქოს არ ვიცი, ეწინააღმდეგებით, იმიტომ რომ აქ ჩანს ბულბული, რომელიც მოდის და რაღაცნაირად გიგალობთ, ნათელხმიანი, ტკბილხმიანი ხმით გეუბნებათ და გაძლევთ ამ მინიშნებებს და თქვენ აგერ წარმოდგენილი ხართ ყვავის ენერგიით, რომელიც აი რაღაცა მარტო მე რასაც ვამბობ, ის არის ჭეშმარიტება. ძალიან საინტერესოა. მეგობრებო, აქ პირველ ვარიანტს გაქვთ მართლაც რომ მისიური ეტაპი ცხოვრებაში და ცხოვრებისეული მისიის, უბრალოდ საბოლოო მისია სულის რისთვისაც მოვიდა, რამდენიმე დეკადად იყოფა ზოგადად ამ ცხოვრებაში და ეს დეკადები შეიძლება იყოს დაუშვათ 30-33 წელი, ეს ინტერვალი, მერე 41-42 წელი, ეს ინტერვალი, მერე რაღაცა 60-65 და ასე შემდეგ. ესეთი სიტუაცია. თქვენ ამ ეტაპზე ხართ ახლა პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია ყველა ადამიანი, გადიხართ ამ რაღაც გარდამტეხ პერიოდს. ამას თუ ვერ გაივლით, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიხვალთ იმას კი არ ვამბობ, კი არ გაშინებთ, უბრალოდ დაკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან დროს თქვენს ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვან დროს და ეს დრო ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამიტომ ახლა მობილიზდით, ეს თავი ტანს დაუკავშირეთ რაღაცნაირად, არ ვიცი, აიკარით საბრძოლო აღჭურვილობა, აისხით და ყველანაირად, ასე რა ვთქვათ, ეცადეთ, რომ დასახული მიზნების რეალიზება შეძლოთ და გააკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპი დგას ახლა თქვენს შემთხვევაში პირველი ვარიანტი. ნახოთ მეორე ვარიანტთან რა ხდება. მეორე ვარიანტი, თქვენთან რა არის ამ ეტაპზე თქვენი ცხოვრებისეული მისია და ესეც ამოტრიალებული არკანია, რვიანი ხმლები. თქვენი ცხოვრებისეული მისია ამ ეტაპზე მეორე ვარიანტი, ეს არის შემზღუდავი რწმენა წარმოდგენებისგან გათავისუფლება. იმ რაღაცა შაბლონური პატერნების ნგრევა, სხრევა, რომელიც არის თქვენს ტვინში და არა მხოლოდ თქვენს ტვინში, იმ სოციუმში, რომელ სოციუმშიც შეეჩვიეთ რომ ხართ, ან უბრალოდ იმ სოციუმის განუყოფელი ნაწილი ხართ. სოციუმი შეიძლება იყოს ოჯახი, შეიძლება იყოს სამსახურეობრივი სიტუაციები, შეიძლება იყოს რაღაცა ის გარემო, სადაც ბუნებრივად დაიბადეთ, გაიზარდეთ. ყოველ შემთხვევაში ის პატერნები, რომელიც ხელს გიშლით წინ სვლაში. აქ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გადის მეორე ვარიანტიც, იმიტომ ვთქვი, რომ ორივე დასტამ ისეთი არკანები ანახა დასტის ბოლოს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემა იყო ეს თქვენთვის, ორივე ვარიანტისთვის. აუცილებლად ეტაპი, რასაც ახლა გადიხართ, არის ცხოვრებისეული თქვენს ტვინში ჩამოყალიბებული რწმენა წარმოდგენების სხრევა, ნგრევა, განულება იმ პროგრამების, რომელიც ხელს გიშლით და გაბრკოლებთ, იმისათვის, რომ გადახვიდეთ ახალ ეტაპს. ნახოთ, რა უნდა გააკეთოთ თქვენ ამისათვის. ხელს გიშლით და გაბრკოლებთ თქო და ჩამოკიდებული კაცის ენერგია მოვიდა პირდაპირ. ცალი ფეხით კონწიალობთ ერთ ადგილზე. არკანი რვიანი თასები და არკანი ხმლების პაჟი.
ძალიან კარგად აღწერს ეს არკანი იმას, რის თქმაც მინდოდა მე თქვენთვის. აი ნახეთ როგორი ცნობის მოყვართ, თან ეშინია, თან სიფრთხილით მიდის, მაგრამ იყურება ეს გოგონა ზემოთ, ანუ ხეებს უყურებს, აკვირდება გარემოს, სადაც მიდის, ხო? ეხლა ნახე რა ხდება, აქ რას გვეუბნება? აქ გვეუბნება სამყარო იმას, რომ ნაბიჯები რაც უნდა გადადგათ, უნდა გააკეთოთ აუცილებლად ცნობის მოყვარეობით და არანაირად იმ განცდით, რომ გარანტირებულად რაღაც შედეგებამდე მიგიყვანთ ეს პროცესი. ანუ ჰაეროვნება, სიმსუბუქე, თამაშის ელემენტები უნდა შემოიტანოთ. და აი ამ თამაშით, იმისაც რომ მე რაღაც საკუთარ თავს არ მოუბრუნდეთ და აი დამსჯელობითი მექანიზმები არ ამუშაოთ, ხო და ეს თვითგვემას არ მიეცეთ, რომ აი ეს როგორ გავაკეთეთ და რაღაცა, იმიტომ რომ აქ თვითგვემას ისედაც ხართ მიცემული და ძალიან დიდი შანსი გაქვთ, რომ ისევ დაბრუნდეთ აი ამ რეალობაში. თუ არ შემოიტანთ სიმსუბუქეს, თუ არ შემოიტანთ იმ ჰაეროვნებას და თუ არ შემოიტანთ იმ რაღაც ერთგვარ თამაშის ელემენტებს, რითიც უნდა გადახვიდეთ შემდეგ ეტაპს. ზოგადად მატრიცულ და ნუმეროლოგიურ სისტემაში ჩამოკიდებული კაცის ენერგია ერთ შემთხვევაში არის მსხვერპლის პოზიცია, როდესაც მე ვირჩევ ან ამარჩევინეს და ვეგუები ამ როლს, ან ჩემით ვირჩევ ან ამარჩევინეს და მე ვეგუები, ორივე შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ჩემი მიღებულია. რომ ვიყო მსხვერპლის პოზიციაში და ესე ვიყო რაღაცა ჩემ ნაჭუჭი და არ მინდა თქვენ ჯერმე არაფერი ესეც ყოფნის რაც მაქვს და მეორე შემთხვევაში ასევე ციფრულ ფსიქოლოგიასა და ნუმეროლოგიაში ჩამოკიდებული კაცის ენერგია ეს არის შემოქმედებითი ადამიანის ენერგია. რატო? იმიტომ რომ ეს ადამიანი თავდაყირა უყურებს სამყაროს და მისი პრიზმა და მისი პრიზმით დანახული სამყაროსეული ხედვა აბსოლუტურად განსხვავდება იმ რეალობისგან, რაც არის. და ეს ამ შემთხვევაში არის თქვენი ყველაზე დიდი ბონუსი, რაც შეიძლება გამოიყენოთ. ანუ თქვენ შეგიძლიათ რაღაცა საკითხები, ფუნდამენტური საკითხები მათ შორის დაინახოთ სულ სხვა 100 კაცი რო ხედავს, თქვენ დაინახოთ ერთი განსხვავებული პრიზმიდან იმ რაღაცას, ხო? რაც შეეხება რვიან თასებს, აქ გვეუბნება იმას, რომ მოიტოვეთ წარსულთან ემოციური ბმა, ან წარსულზე სინანული, გარდასულ დღეთა ჭმუნვა და ასე შემდეგ, მოიშორეთ, დატოვეთ, ეს არ გჭირდებათ არაფერში, ეს მხოლოდ გაფერხებთ, ეს მხოლოდ გაბრუნებთ აი მსხვერპლის პოზიციაში, მე რო გითხარით, ზაღან ან თქვენ ირჩევთ, ან აგარჩევინეს და იმას ეგუებით თქო, ხო? დაანებეთ თავი ყველანაირ წარსულზე ფიქრს როგორ იცით, აი ღელვას და დარდს იმას, რომ აი ეს როგორ შემეშალა, აი ეს მე როგორ მომივიდა, აი ეს თვითგვემის პროცესი, რაც გეუბნებით, აი ეს პატერნები დაშალეთ, დალეწეთ, დაამტრიეთ და მთელი ძალით, სრულისვლით წინ იარეთ ცნობის მოყვარეობით, სავსე ბუნებით წინ და წინ. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა, ჩემო მეგობრებო, მე იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და იმედი მაქვს, რომ რეზონირდა. პირად ურთიერთობებთან მიმართებაში ძალიან აქტუალურია მესმის ეს თემები, მაგრამ ნახეთ, პირად ურთიერთობებშიც ვერ რეალიზდება ადამიანი თუ თვით რეალიზაცია არ მოახდინა, იმიტომ რომ იქაც ის შაბლონური პატერნები შეუშლის ხელს, იქაც ის დაბრკოლებები წამოვა, იქაც ის ტოქსიკური ტრიგერები გამოხტება, რაც ხელს გიშლის, რომ ჰარმონიული ურთიერთობა აწყო. ამიტომ ძალიან კარგია ურთიერთობები, ძალიან კარგია მეგობრები, ყველაფერი ძალიან კარგია, სამსახურიც ძალიან კარგია, მაგრამ ყველაფერი კარგია მაშინ, როცა მე ვარ კარგად. როცა მე არ ვარ კარგად, არაფერს ფასი არ აქვს. ამიტომ ამ ნაწილში ჯანსაღი თვითსიყვარული ისწავლეთ, იმუშავეთ საკუთარი თავის მისიაზე და მე გისურვებთ, რომ აი ამ თვითრეალიზაციით, თვითინტეგრაციით დანახული პროცესიდან მიიღოთ უდიდესი სიამოვნება და მიაღებინოთ ადამიანებსაც სიამოვნება, ვინც თქვენს გარშემოა. ესია, როცა თქვენ იცვლებით, თქვენ გარშემო იცვლება ყველაფერი და როცა თქვენ არ ირჩევთ ცვლილებებს, მაგ შემთხვევაში გარემოც პასუხობთ ზუსტად იგივე სტაგნაციით, გაყინულობით და ესეთი ცივი პირქუში გამოხედვით და მე მეტყვით ხოლმე, რომ აი მეიღბალი არ მაქვს, არ მიმართლებს, აი ესეთი ბედკრული საქართველოს ბედკრული შვილი ვარ. არა, ჩემო მეგობრებო, საქართველოს გაბწყინდება და თქვენც გაბწყინდებით, მე დარწმუნებული ვარ. აი ესე და ამგვარად. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემთან ერთად, დიდი მადლობა, რომ მიყურებთ და მე გისურვებთ საკუთარი თავის პოვნას, აღმოჩენას,
და არასოდეს დღის ამას იქით დაკარგვას. შევხვდებით ძალიან მალე. დროებით.